პოლიტიკური შეფასებების თემაა ქართული ოცნების კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ეხება. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ საკითხი სენსიტიურია და ნარკოპოლიტიკის მიმართულებით სიტუაციის გასაუმჯობესებლად გამოსავალი არა მხოლოდ კანონების გამკაცრება, არამედ კომპლექსური პრევენციული ღონისძიებებია. პარტია გირჩი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ისედაც უმკაცრესი ნარკოპოლიტიკაა და მისი კიდევ უფრო გამკაცრება ფაქტობრივად შეუძლებელია. პარლამენტში უკვე წარდგენილია 8 სხვადასხვა კანონში განსახორციელებელი ცვლილებები, რომლებიც ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. თვითონ არიან ყველა შემსუბუქების, ასე ვთქვათ, ინიციატორები სამართლებრივი კუთხით და ეხა კიდევ რაც თავარია თელ საქართველოში, რომ თავარ პრობლემას ფაქტობრივად უკვე ერთ-ერთ წარმოადგენს ნარკომანი არის მათი ვებრალი, ხო შეუძლებელია ნარკოტიკი ასეთი დოზით, ასეთი რაოდენობით ტრიალებდეს საზოგადოებაში და ამაში ხელისუფლების ბრალეულობა არ იყოს, კორუფციულ თვალსაზრისით თუნდაც ბრალეულობა არ იყოს. ამიტომაც თუ ვინმეს ბრალია ეს მძიმე მდგომარეობა ქვეყანაში არის ივანიშვილის და მისი ბანდის ბრალი. საკმაოდ გაზრდილი არის ასე ვთქვათ ნარკოდანაშაული და თუ ვინმეს ამაში წვლილი მიუძღვის, ეს პირველ რიგში არის სწორედ დღევანდელი ხელისუფლება. ოცნების რეჟიმი, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნარკოდანაშაული შემცირებულიყო. თქვენ თუ გულისხმობთ ნარკოტიკების რეალიზაციის კომპონენტს, აქ რა თქმა უნდა, ნებისმიერ ტიპის პოლიტიკის გამკაცრება არის მისასალმებელი. ჩვენ ვთვლით, რომ ნარკომანია ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი პრობლემა და ბუნებრივია მეტიც კი შეიძლება გაკეთდეს და უფრო კაცრი სანქციებიც კი შეიძლება შემოვიდეს ნარკოგამსახებლების, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. მაგრამ ეს თვითონ ნარკოპოლიტიკა თუ არ არის გააზრებული ერთიან კონტექსტში და თუ ჩვენ არ ვიცით რას აპირებს ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება იგივე რეაბილიტაციის კუთხით, ну მაშინ ბუნებრივია აქ ჩდება ეჭვები, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებას აქვს გარკვეული რეპრესიული, ასე ვთქვათ, გათვლები. როდესაც ქვეყანაში ღირსეულ ქვეყანაში და სახელმწიფოში, როდესაც შენ ფიქრობ, ზრუნავ, საუბრობ და მოქმედებ შენი ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის, გამორიცხულია შენ ქვეყანაში გქონდეს საუკეთესო მომავალი იმ ჯანსაღი გენოფონდის გარეშე. ასე რომ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღისთვის და კიდე ყველაზე მთავარი და ხაზგასასმელია ერთი რამ, რომ არა მხოლოდ კანონის გამკაცრებით უნდა ვისაუბროთ ჩვენ და არა მხოლოდ სახელმწიფო უნდა იყოს და აღმასრულებელი აქ ჩართული, კერძო სექტორიც უნდა იყოს ჩართული და თითოეული ის კომპანია, რომელიც გზნობს სოციალურ პასუხისმგებლობას და დამერწმუნეთ ესეთი ბევრია ჩვენ ქვეყანაში, უნდა მოხდეს კომპლექსურად ეს ყველაფერი. ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია, რომ მოხდეს სწორი და აგრესიული ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა.